მოგეგიათ ალბათ რომ ამბობენ რომ ყველა დაავადება სჭირდება პოზიტიური აზროვნება, რომ სიტყვით შესაძლოა განკურნო ადამიანი ან განწყობით და მთავარია პოზიტიურად იაზროვნოთ და განიკურნებით. რეალურად ამას აქვს რაღაც საფუძველი, იქიდან გამომდინარე, რომ რუკაში, ნატალურ რუკაში ნებისმიერი ასპექტი არის როგორც სამედიცინო პრობლემა, იგივენაირად არის ხასიათის თვისებები კონკრეტული. ანუ რეალურად ადამიანის ხასიათი მჭიდროდ არის დაკავშირებული მის სამედიცინო პრობლემებთან. მაგრამ იმისთვის, რომ შენმა განწყობამ და ხასიათმა, ესე ვთქვათ, იმოქმედოს შენს ჯანმრთელობაზე და კარგად ყოფნაზე, ამას სჭირდება რუკის დამუშავება. ნებისმიერი ნეგატიური ასპექტი არის რუკაში, რომელიც არის რუკაში, არის პოტენციური დაავადება. უბრალოდ კონკრეტული ორგანოს დაზიანება, უფრო სწორად. უბრალოდ ასტროლოგები გამოყოფენ უფრო ძლიერ დაზიანებას და გეუბნებიან იმაზე, რომელიც რეალურად უფრო მეტი შანსი სადაც არის, რომ დაზიანდეს ორგანო. თორემ ნებისმიერ ვარიანტში ყველა ასპექტი ნეგატიური არის კონკრეტული რაღაცა მინუსი ამ კონკრეტული ორგანოსი. შესაბამისად, ნებისმიერი ჩვენ ხასიათში რაც არის ნეგატიური, იგივენაირად იწვევს პოტენციურად რაღაც კონკრეტული ორგანოს დაზიანებას. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეს ასპექტები ვმართოთ და ნეგატიური ასპექტები გამოიხატებოდეს იმაში, რომ მივიღოთ დადებითი შედეგი, ანუ განიკურნოს ადამიანი და ეს კონკრეტულმა ნეგატიურმა ასპექტებმა არ გამოიწვიოს კონკრეტული დაავადებები, ამისთვის ჩვენ უნდა დავამუშავოთ რუკა და რუკის დამუშავება გულისხმობს ჩვენ უნდა ვემუშავოთ ჩვენ საკუთარ ხასიათზე და ჩვენ შეგვეძლება პოზიტიური აზრებით და სიტყვებით განკურნება იმ დროს, როდესაც ჩვენი რუკა იქნება უფრო მაღალ დონეზე დამუშავების შესაბამისად, ჩვენ თუ ვიქნებით გავუტოლდებით ბერებს, წმინდანებს, განდეგილებს, ანუ იმისთვის, რომ ადამიანი იმ დონეზე იმუშაოს, რომ ნეგატიური ასპექტები რეალიზდეს როგორც დადებითი მოვლენა, მაშინ ადამიანი მთელი დღე, ყოველი დღე, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იჯდეს და მხოლოდ ფიქრობდეს, მედიტირებდეს საკუთარ თავზე, ესე ვთქვათ, მუშაობდეს, კითხულობდეს, ინტელექტს იმაღლებდეს, რომ რაღაც შეხედულების კორექცია მოახდინოს, რაღაც უფრო მეტი გაიგოს, უფრო მეტი შეიგნოს, უფრო შეგნების დონე აიმაღლოს. ანუ ეს არის მთელი ცხოვრება ადამიანი უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე და ამას აკეთებენ იგივენაირად ბერები, განდეგილები, რომლებიც ლოცულობენ, ამ დადებით ენერგიის აკუმულირებას ახდენენ და იგივენაირად სწავლობენ, იქ ბიბლია იქნება თუ რომელიმე სხვა წიგნი, რომელიც მაქსიმალურად, ანუ შეხედულებას სამყაროს მიმართ ეს ადამიანები მაქსიმალურად აქტიურად ამუშავებენ და იცვლიან, გამოემუშავებენ დადებით, ესე ვთქვათ, თვისებებს, როგორც არის ეს პატიება, რომ არ უნდა გაბრაზდე, არ უნდა შეგეშინდეს, ვინმეს რამე არ უნდა დაუშაო, არც ერთ ცხოველს, ანუ მაქსიმალურად დადებითი თვისებების გამომუშავება. ამ დონეზე როდესაც მივალთ, შემდეგ უკვე შეგვეძლება საკუთარი ხასიათით, ესე ვთქვათ, პოზიტივით, საკუთარი ესე ნეგატიური თუნდაც სამედიცინო პრობლემების გამო.